რეალურად პროფესიაში მოვყავართ იუპიტერს ხშირად, ან პროფესიაში ვავლენთ იუპიტერის თვისებებს, იუპიტერის ხასიათს, იუპიტერის ღირებულებათა სისტემას, ხო? როცა რაღაცა ღირებულებითი სისტემა შიგნით მაქვს, იმის რეალიზებას ვახდენ სოციუმში. აი ეს უნდა დაიჭიროთ, როცა თქვენ იუპიტერს ხედავთ, გაძლევს განვითარებას, სულიერ განვითარებას, ეხლა იუპიტერი ვერძი სალომე ზურაბიშვილზე რო ვილაპარაკე ადრეც, რაც უფრო დამოუკიდებელი, რაც უფრო პირდაპირ იქნება, მით უფრო უმართლებს, უფრო უყვარს ხალხს, ხო? სიტყვაზე. ეხლა ვიღაცებს შეიძლება არ უყვარდეთ, მაგრამ მაინც იდეაში იუპიტერი აქ ძალიან კარგად მუშაობს, ხო? ეს პირდაპირობა, გამოყოფა ყველასგან, აი სასწორი თუ მიისწრაფის გაერთიანდეს, აი იმას გავუგო, ამას გავუგო, იმას გავუწიო ანგარიში, ამას გავუწიო ანგარიში, ვერცი პირიქით მუშაობს. არავინ არ მაინტერესებს, პირდაპირ მივდივარ ჩემს გზაზე. კარიერულად უფრო უმართლებს ვერც მაგალითად აი ესე პირდაპირ დამოუკიდებლად არავის რო არ ეკითხება არაფერს და საერთოდ მარტოხელა ლიდერი რო არის, არა იუპიტერი ლომივით ჯგუფი რომ იყავს თან, არამედ მარტოხელა ლიდერი რო არის, ხო, თავისთვის არავისთან არ აკეთებს ალიანსებს, მარტო არის. მის კარიერაში ძალიან კარგად ჩანს და აი ამაში არის აქ მიუხედავად იმისა, რომ სასწორში ყავს სატურნი და სატურნი საკმაოდ ისეთი მყარი დიპლომატიაში სატურნმა მოიყვანა, აქვს შინაგანი ეს დიპლომატიურობა, იმას მოვერგო, ამას მოვერგო, მაგრამ მაინც კარიერაში ამბოხებული იყო, ყოველთვის ყველასთან იყო არამედ ცალკე. მე თქვენ არ გეთანხმებით, ცალკე წავალ. ეს ვერძული იუპიტერის თემა არის. შესაბამისად, აი ეს მისი სასწორი და ვერძი ყოველთვის ესე თამაშობდა ხოლმე. გარკვეულწილად მე ჩემი აზრით ძალიან კარგად იყენებდა ორივე ენერგიას, იდეალურად იყენებდა. საჭირო იყო დიპლომატი იყო, სადაც არ იყო საჭირო იუპიტერი იყო, ხო? ვერძი. ესე მუშაობს იუპიტერი, მეგობრებო, პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს არის კარიერული ხედვა, ხო? აი კარიერაში, პრაქტიკულ ცხოვრებაში როგორ ვიყენებთ ამას მაგალითად, აი ამ ენერგიას.